მოეწყყვე შვიდად და კომფორტულად. მოადუნე სხეული. ღრმად ჩაისუნთქე და ნელა ამოისუნთქე. დახუჭე თვალები. გრძნობ, როგორ გეხება მზის შუქი, თბილად და ნაზად. თითქოს გიხმობს შინაგან სამყაროში. დღეს შენ იწვევ მზის ცნობიერებას შენს გულში. შენ უყურებ მას, როგორც პორტალს, კარიბჭეს უსასრულობისკენ. წარმოიდგინე, რომ დგახარ მაღალ მთაზე, სადაც მზე ნელა ამოდის. მისი პირველი სხივი გეხება შუბლზე და შენ გრძნობ, როგორ იღვიძებს შენში ძველი მეხსიერება. მეხსიერება შენი სინათლის წარმომავლობის შესახებ. მზე მხოლოდ ცა არ არის, ის არის ცოცხალი არსება, სულიერი პორტალი, რომელიც გადასცემს ღვთაებრივი ენერგიის ყოველ ნაწილაკს მთელ სამყაროს. დასვი შენს გულში კითხვა, რას მიგზავნის დღეს მზე მე? და უბრალოდ წარმოიდგინე, შეიგრძენი, რომ ახლა შენში იღვრება ოქროსფერი ენერგიის ნაკადი, სითბო, რომელიც კურნავს, სინათლე, რომელიც აცოცხლებს ყველაფერს და სიყვარული, რომელიც გახსენებს თუ ვინ ხარ სინამდვილეში. შენი სული ერთიანდება მზის ცნობიერებასთან. შენ ხარ მისი ნაწილი და ის შენი ნაწილია. ყოველი ჩასუნთქვა არის კოდი სინათლისგან. ყოველი ამოსუნთქვა კი ამ კოდის გამოხატულება სამყაროში. წარმოიდგინე, რომ მზე შენს გულში გადაიქცა მარადიულ, ნათელ, ენერგეტიკულ სფეროდ, რომელიც ბრუნავს და ანათებს მთელ შენს სხეულს და ყველაფერს, რასაც შეეხები ხელით თუ გონებით. შენ ახლა ხარ სინათლის მრქვეველი ღვთაებრივი ნაპერწკალი მატერიაში. დარჩი ამ ვიბრაციაში რამდენ ხანსაც გსურს. ბოლოს მადლობა გადაუხადე მზეს, მადლობა გადაუხადე სამყაროს და შენს ღვთაებრივ სულს, რომელიც გახსნილია როგორც სინათლის მისაღებად, ასევე მის გასაცემად. გახსოვდეს, მზე არ არის მხოლოდ ცაზე მოლივლივე გრანდიოზული ცეცხლოვანი ვარსკვლავი. ის შენშია, შენს გულში და მთელ შენს არსებაში. ყოველი შენი გულისცემა ეს არის მზის შუქის გამოფრქვევა უსასრულობაში. და ეს სინათლე გინათებდეს გზას მარადიულად. შენ თავად ხარ მზე, ცისა და დედამიწის ერთმანეთთან დამაკავშირებელი პორტალი.